დღესასწაულო დღეებში გამოყენებული ასაფეთქებელი საშუალებები წელსაც უბედური შემთხვევების მიზეზი გახდა. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაშავებულები. პიროტექნიკის გამო დაზარალებულებს შორის რამდენიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასაფეთქებლების რეალიზაციას კანონი დღეს არ არეგულირებს, ამიტომ ჯერ კიდევ ახალ წლამდე საზოგადოებრივმა მოძრაობამ რეგულაციების და შეზღუდვების ამოქმედების მოთხოვნით პეტიციად შეაგროვა, თუმცა უშედეგოდ. ფაქტიურად ომია, ასე აფასებს ექიმი გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს. დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი თავის Facebook გვერდზე იმ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებზეც მისი პაციენტების მიერ საახალწლო ასაფეთქებლებით მიღებული დაზიანებებია ასახული. ბოლო დღეებში ამ მიზეზით კლინიკას 20-მდე დაშავებულმა მიმართა. აქედან 4 ბავშვია. როგორც ქაშიბაძე აცხადებს, ბათუმიდან ერთი არასრულწლოვანი გადმოიყვანეს, რომელსაც მთლიანი სახის ოპერაცია დასჭირდა. დამწრობის ცენტრში მოაკითხა 20-მდე პაციენტმა, აქედან 4 მათგანი ბავშვი იყო, დანარჩენი მოზრდილი პაციენტი. 2 მათგანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა სხვა კლინიკაში, მათ დაჭირდათ მიკროქირურგიული ჩარევით, რომ ძალიან სერიოზული ტრავმები ჰქონდათ მტევანზე, ძირითადად უზიანდებოდათ მარჯვენა მტევანი, დანარჩენი პაციენტები საბედნიეროდ ამბულატორულ მკურნალობას დაექვემდებარებიან. ბოლო დღეებში პიროტექნიკით დაშავებულმა 36-მა პაციენტმა მიმართა იაშულის და ერისთავის სახელობის ბავშვთა ცენტრებს. მათგან 13 კვლავ კლინიკაში მკურნალობს, 14-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არიან ბავშვები, რომლებსაც თითების ამპუტაცია გაუკეთდა. იყო დამწრობები, ჭირლობები, ესევე ბაროტრამების გამო მოტეხილობები. უმეტეს მათგანს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა, 13-ვე პაციენტი ჯერჯერობით რჩება კლინიკაში. მათი მდგომარეობა დღეისათვის გაუმჯობესებულია. ყოველწლიურად ახალი წლის დღეებში ქვეყანაში პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით ათეულობით ადამიანი ზარალდება. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით საზოგადოების ნაწილი აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციაზე რეგულაციების დაწესებას ითხოვს. მათ შორისაა მომხმარებელთა უფლებების დამცველი მადონა კოიძე. ის ამბობს, რომ პიროტექნიკის რეალიზაცია უკონტროლოდ ხდება არასრულწლოვნებზე, რაც უნდა შეიზღუდოს. აუცილებელია შესაბამისი რეგულაციები იყოს მიღებული, რომელიც აგრძალავს ასე უკონტროლოდ პიროტექნიკის რეალიზაციას. ვინაიდან არასრულწლოვან ბავშვებსაც აქვს წვდომა პიროტექნიკასთან, მით უმეტეს რომ ეტიკეტირება ქართულ ენაზე არ ხდება, აქედან გამომდინარე მისი გამოყენების წესი ხშირ შემთხვევაში მომხმარებელმა არ იცის. ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 54 შემთხვევა დაფიქსირდა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საახალწლო პერიოდში სასწრაფო დახმარების გამოძახებები ხშირდება, ალკოჰოლით ინტოქსიკაციაა. ბოლო დღეებში 414 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამავე პერიოდში საკვებით ინტოქსიკაციის გამო 62 გამოძახება დაფიქსირდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი სურათი სრული არ არის.